სარეცხზე არ ვისაუბრებთ, ჩვენ ვისაუბრებთ ჰაერთან დაკავშირებულ ამბებზე. აი ახლა გეტყვით რა შესაძლოა. სახში ჰაერის ხარისხზე ნაკლებად ვფიქრობთ, ვიდრე გარეთ არსებულ დაბინძურებაზე. თუმცა, ხშირად სწორედ ჩვენივე სახლებში ვხვდებით ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ფარულად წამლავს. თურმე ასე ყოფილა. მაგალითად, იცით თუ არა, რომ სასიამოვნო სურნელი, რომელიც ახალი გარეცხილი სარეცხიდან მოდის, რომელიც ყველას სიამოვნებს, შესაძლოა ტოქსიკური იყოს. ქეთიასა თერმინე შემოგვიერთეს ახლა და ეს თემა გააგრძელოს და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე და რამდენად საშიშია, მართლა საშიშია თუ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი კონკრეტული სარეცხის საშუალება მაქვს და იმითი თუ გავრეცხე სარეცხი ისეთი სასიამოვნო სუნია სახლში ეს რა გითხრა ქეთი მოგესალმებით. მოგესალმებით. კვლევები ცხადყოფს, რომ სახლის პირობებში გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, ასე მაგალითად, როგორიც არის სარეცხის დამარბილებელი, ასევე დაუშვათ პლასმასის სხვადასხვა ნივთები, ისევე როგორც დაუშვათ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ქიმია, გამოიმუშავებს და აბსოლუტურად ვეთანხმები კოლეგას, ესეთ აქროლად, სრულიად მავნე ორგანულ ნაერთებს. და შესაბამისად, მათი გამომუშავების შედეგი რა შეიძლება იყოს? თავის ტკივილი, დაღლა, გაღიზიანებადობა, ალერგიული რეაქცია კანზე, უფრო მეტიც ისინი შესაძლოა გახდნენ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზის. თუმცა ამაზე შემდგომ უკვე განვაგრძობთ საუბარს ჩვენს სპეციალისტთან ერთად, არა? აი, ნახე რომ გავმიჯნოთ ქეთი. საყოფაცხოვრებო ქიმიაზე არაერთხელ ქონია საუბარი და თავიდანვე ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ აი კონკრეტულად სარეცხის დამარბილებები, რომელიც მაგალითად ნაქსო სამოს ძალიან კარგად ერგება. ჯერთი ხო სახშია და მე ხო გვაცვია ეს ტანზე. ვაი, მე ამას აქვს ან კარგი სუნია დამარბილებელს და კარგად აფუფულე. ხო, რატომ უნდა იყოს სარეცხის დამარბილებელი საფრთხის შემცველი? იმიტომ რომ ნახე შეიცავს სხვადასხვა ტიპის არომატიზატორს და საღებავს. აი ისაც მოგწონს. რა თქმა უნდა და ეს არომატიზატორი და საღებავი ჩათვალე რომ მუდმივ კონტაქტშია, შეხებაშია სულ კანთან. და იწვევს აი სწორედ აი ესეთ გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციებს და საქმე უფრო რთულდება როდის ზამთარში, როდესაც დაუშვათ, როდესაც ეს სარეცხი გაირეცხება, ხომ ძირითადად მაინც შინ შრება. შესაბამისად აი გარეთ ვერ ვაშრობთ არა ზამთრის პირობებში და სწორედ შინ აი ესეთ პირობებში გაშრობის დროსაც ხდება რა თქმა უნდა აი ამ სრულიად მავნე ტოქსიკური ფაქტობრივად შეიძლება ითქვას თამამად ნაერთების შესუნთქვა. და როდესაც დაუშვათ აი ამას შევისუნთქავთ ხოლმე და მოდი ჯერ რო შევისუნთქავთ რა გამომუშავდება და რას ვსუნთქავთ ამაზე ცოტა მოგვიანებით თქვათ, მაგრამ ანუ ძირითადი საფრთხე როგორც თქვით გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და აქ არის წარმოდგენილი რა არის. სახლის მთავარი დამაბინძურებლები ასე ვთქვათ, ხო? ჰაერის, სარეცხის დამარბილებლები, სინთეზური არომატები, კი ბატონო, პლასმასის ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ქიმია, არა და ის სინთეზური არომატები, არომატის ჭირებიც ესეთია, მე ყველა ოთახში მინდებს. ამიტომ ახლა ცოტა უფრო მეტი ასე ვთქვათ სიფრთხილით, იმიტომ რომ რა არის ეს სხვადასხვა სახის არომატი. მოაკელი ოთახების რაოდენობით თითო თანდათან არა, აი სხვადასხვა სახის არომატი სწორედ ეს არის რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი არომატები, რომელიც ყველგან გვხვდება, ჭხირები, სურნელოვანი საპნები, სანთლები, ასევე ელემენტარულად აბაზანაში არა ეს სურნელოვანი სხვადასხვა პროდუქტები რაც არის, რა თქმა უნდა შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს. და აი ეს აეროზოლი არის კიდე საშინელება. აეროზოლი რასაც ისე ხშირად ვიყენებთ ისიც რა თქმა უნდა. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რაზე იცით, ვიდრე უკვე განვაგრძობთ უფრო დეტალურად რეპორტაჟის ნახვას და შემდგომ სპეციალისტთან საუბარს, პლასმასის ჭურჭელზე საკვების შენახვის საკითხი ეს ხომ ძალიან მწვავედ დგას. იმიტომ რომ დაუშვათ იგივე თავის კონტეინერიანად, მაგრამ ხშირად როგორ არის ხოლმე ვფიქრობთ რომ შევინახავ რა პრობლემა არის, არაფერი თითქოს არა, მაგრამ საფრთხე რაშია? თავისთავად ეს პლასმასი გამოყოფს აი ამ სრულიად უვარგის და ესეთ მავნე აი ამ ნივთიერებებს. რა თქმა უნდა ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ღრმავდება მაშინ, როდესაც ხდება ამ კონტეინერში თუ აი ამ პლასმასის ჭურჭელში საკვების გათბობა, გაცხელება, ასე მაგალითად მიკროტალღურ ღუმელში პირობითად შენახვა მაცივარში. აი ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ანუ მოკლედ ესე იგი ბოდიში ქეთი იმის გარდა რომ თუ მივირთმევ
მივიხმევთ საკვებს პლასმასის ჭურჭელიდან უკვე ცუდია, მაგრამ ჰაერშიც კი რაღაცა ტოქსიკურ ნივთიერებებს ტოვებს იმიტომ რომ ეს პლასმასის ესეთი თვისება არის და მით უფრო როდესაც ცხელდება ეს ყოველივე პლასმასში კიდე უფრო მეტად. აი ნახეთ ახლა რა რისკებთან გვაქვს საქმე, სინთეზური არომატები, რასაც შეიცავს და ძირითადად რას სუნთქავთ, როდესაც დაუშვათ, თითქოს ხარობთ და ძალიან მოგწონს ეს ყოველივე და სურნელითაც თითქოს ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ფორმალდეჰიდი, ისევე როგორც დაუშვათ ფორმალდეჰიდი, იცით ეს თქვენ რაც არის, ეს არის კანცეროგენი არა? ფორმალდეჰიდის მიღმა კიდევ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ისეთი არასასურველი, ასე ვთქვათ, შენაერთი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აზიანებს და მოდით უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით შევიტყოთ უკვე ნუცა მამულაშვილის რეპორტაჟიდან და შემდგომ უკვე სტუმართან ერთად განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე. ტანისამოსის სირბილისთვის და სასიამოვნო სურნელისთვის ბევრი დიასახლისი სარეცხის დამარბილებლებს იყენებს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი საშუალებები ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმს შესაძლოა ფარულად სამლავდეს და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მიზეზი გახდეს. ტანსაცმლის რეცხვისას აუცილებლად ისეთი პროდუქტები გამოიყენეთ, რომლებიც არ შეიცავს საღებავებს და არომატიზატორებს. მე ასე ვიქცევი და ხმარებიდან მთლიანად ამოღებული მაქვს დამარბილებელი საშუალებები. ვგიჟდები ისე მიყვარს სასიამოვნო სურნელი, მაგრამ მაძლევს ალერგიას, კანი მიღიზიანდება და მთელი ტანი მეკავება, განსაკუთრებით ზურგის ნაწილი. სოფლიოში ჩატარებული ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით აქროლადი ორგანული ნაერთები, რომლებსაც სწორედ დამარბილებელი სარეცხის საშუალებები გამოყოფს, შიდა ჰაერის ნომერ პირველი დამაბინძურებელია. და მაშინ, როცა სახლში ახალი სარეცხის სურნელი ტრიალებს, ჩვენ რეალურად მავნე ქიმიკატებს ვსუნთქავთ. მათმა ხანგრძლივმა ზემოქმედებამ კი შესაძლოა კანის გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი, თაბრუსხვევა, თავის ტკივილი და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ექიმების თქმით, მსგავს ქიმიურ აგენტებთან და გამღიზიანებლებთან მუდმივი კონტაქტი შესაძლოა ასთმის, სიმსივნის და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკ ფაქტორიც გახდეს. გამოიწვიოს ღვიძლის, თირკმელების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ორგანული ნაერთი უამრავია ბუნებაში, შეიძლება იყოს როგორც გარემოში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთიერებაში შემავალი და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამ დამარბილებელში. მათ შორის ბენზოლი, აცეტონი შეიძლება იყოს, მეთილენ ქლორიდი, ასევე საკმაოდ საყურადღებო ფორმალდეჰიდი, რადგან მალე ორთქლდება, ჩვენ სასუნთქებში ძალიან სწრაფად ხვდება, გამღიზიანებელია უშუალოდ ხოლმე ჩვენი თვალის, ლორწოვანი, თუმცა შესაძლებელია შეწოვის შემდგომ სხვა სისტემების დაზიანებაც გამოიწვიოს. ამ კუთხით ყველაზე მოწყვლადია მაინც სასუნთქის სისტემა, შეიძლება იყოს ნერვული სისტემა და სხვა შინაგანი ორგანოები. მსოფლიო ბაზარზე არსებული საყოფაცხოვრებო ქიმია ხშირად შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ოფიციალურად აღიარებულია როგორც კანცეროგენები. დამარბილებელ საშუალებებში კი აქროლად ორგანულ ნაერთებთან ერთად შერწყმულია სინთეზური არომატიზატორებიც, რომლებიც ორგანიზმში კანიდან და სასუნთქი გზებიდან შეიწოვება. ამიტომ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთარში, სარეცხის სახლში გაშრობა. ქრონიკული ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად კი აუცილებელია დავიცვათ ეს რეკომენდაციებიც. ზოგადად პრევენციის ზომებს შორის არის შეზღუდვა და შემცირება მათი გამოყენების, რაც უფრო ხანგრძლივად გვექნება დახურულ სივრცეში, ბუნებრივია, უფრო მეტ რისკს წარმოადგენს და განსაკუთრებით არ უნდა გავაშროთ იმ ოთახს, სადაც გვძინავს. აქ არის ყველაზე მეტი რისკი ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ჯობია სარეცხი იყოს გარეთ, თუ კი ამის შესაძლებლობა გვაქვს და ხშირად განსაკუთრებით ახალ კორპუსებზე აქვს პრობლემა, რომ საშრობი არ არის გარეთ და გავანიაოთ ხშირად თუ კი ასეთ ნაერთებს ვიყენებთ. შენახვის პირობებია მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული და რა თქმა უნდა სხვა ჭურჭელში არ უნდა გქონდეს, რომელიც იქნება თავღია. ადამიანებს უფრო მეტი რისკი აქვს, ვინც იყენებს უშუალოდ და გამოყენების დროს სასურველია ნიღაბი გვეკეთოს დასუფთავების დროს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ხანგრძლივად უწევთ, თქვა და მათი პროფესია, ასე ვთქვა, დასუფთავება. არსებობს თუ არა ალტერნატივა, რომ ტანსაცმლის სირბილე და სისუფთავე ჯანმრთელობის რისკების გარეშე შევინარჩუნოთ. ამისთვის შედარებით უსაფრთხო ბიოპროდუქტების არჩევანს დახლებზეც იპოვით, თუმცა გაცილებით მაღალ ფასად. ამიტომ არჩევანი შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად დასამზადებელ დამარბილებლებზე გააკეთოთ.
Here are 2 easy ways to make fabric სახლის პირობებში სარეცხის თხევადი დამარბილებლის მოსამზადებლად დაგჭირდება თეთრი ძმარი და ნებისმიერი ეთერზეთი. სურვილი სამებრ 4 ჭიქა ძმარი ჩაასხით კონტეინერში. სურნელის ამოსაწევად დაამატეთ 30 წვეთი ეთერზეთი. მე ლავანდას ვიყენებ. შემდეგ კარგად შეანჭრიეთ და 1/4 ჭიქა გამოიყენეთ სარეცხის მანქანის სპეციალურ დისპენსერში. ძმრის სულს არ ტოვებს. თუ ძმრით მომზადება მაინც არ გსურთ, შეგიძლიათ სუფრის მარილი ან სოდა გამოიყენოთ. ჩაყარეთ 2 სუფრის ჭიქა მარილი ქილაში და ამ შემთხვევაში 15 წვეთი ეთერზეთი დაამატეთ. ამ შემთხვევაში დამარბილებელი ფხვნილი სარეცხის მანქანაში პირდაპირ შეყარეთ 2 სუფრის კოვზი. ტოქსიკური ზიანის შესამცირებლად მომხმარებლებს სარეცხის საშრობი ბურთების გამოყენებასაც ხშირად ურჩევენ, რომლის არჩევანი ბაზარზე ასევე მრავალფეროვანია. ალერგიული ადამიანებისთვის კი საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ბოჭკოს, ეგრეთ წოდებული შალის ბურთულებია. მე ვიყენებ აი ასეთ სარეცხის ბურთებს, ხელმისაწვდომი ფასის გარდა, ტანსაცმელს სწრაფად აშრობს. არ არის ტოქსიკური და მასში არ შედის ჯანმრთელობისთვის საშიში არომატიზატორები. სახლი ადამიანისთვის ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი ადგილია. შიდა ჰაერის ხარისხი კი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკები და ყურადღებით შევარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, რათა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო უზრუნველყოთ. რეპორტაჟი და დაუბრუნდით ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად ალერგოლოგი მაკა რუხაძე შემოგვიერთდა და მაკა მოდით განვაგზოთ ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მოგესალმებით, დიდი მადლობა და ნახეთ აი დავიწყოთ ასე ალბათ ეგრეთ წოდებული კარში და ჰაერის ასე ვთქვათ დაბინძურება შინ სახლის პირობებში. აი ეს შესაძლოა მართლა გახდეს რაღაც ქრონიკული დაავადებების განვითარების წინაპირობა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან აქტუალურ თემას ასე რომ თქვათ წამოიწყეთ ამ შუადღისას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. კეთი დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ კარში და ეგრეთ წოდებული დამაბინძურებლები, რომელთა შორის მოდით განმარტოთ რა შეიძლება იყოს. ესენი არიან ალერგენები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები. ასევე შეიძლება იყოს ვირუსებიც კი, ხო, ერთად აი ამ კომბინაციაში, რომლებიც ჰაერში, იმ სივრცეში, სადაც ადამიანი ხანგრძლივად დიდ დროს ატარებს, ეს შეიძლება იყოს სახლის პირობები, სამუშაო ადგილი, სკოლები, უმაღლეს სასწავლებლები, საბავშვო ბაღები, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით არსებობს უკვე კვლევები, მე მინდა აი ესეთი მტკიცებულებაზეა, ხომ, ჩვენი ვთქვათ, ნებისმიერი მიდგომა დაფუძნებული და არსებობს ეს კვლევები მტკიცებულებაც, რომელიც ჩატარებული იყო ამერიკის თორაკალური საზოგადოების და ასევე ევროპის რესპირაციული ასოციაციის მიერ და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე, არა მხოლოდ რესპირაციულ პათოლოგიებზე, ალერგიულ პრობლემებზე, არამედ ენდოკრინულ პათოლოგიებზე, ნერვული სისტემის პრობლემებზე, კარდიოვასკულარულ პრობლემებზე და ონკოპათოლოგიებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით, ჩვენ ახლა როდესაც ჰაერში თითქოს და მარტივად ვუყურებთ, სადაც ვიმყოფებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევქმნათ კომფორტული გარემო, საუკეთესო ვთქვათ, საშუალებები გამოვიყენოთ. ეს იქნება სარეცხის საშუალებები, ვთქვათ, სურნელოვანი ესეთი არომატიზატორები, მაგრამ თქვენ სიუჟეტშიც არაჩვეულებრივად იყო და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ გარკვეული ეს ფარული საფრთხეები არსებობს, რომ გავითვალისწინოთ. იცით, დღესდღეობით ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, მოდით ესეც ვთქვათ, წარმოუდგენელია. აი, აქ შეკითხვა ისმის, რა გვეშველება? ხო, არა, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ კაცობრიობა დგას არა მარტო ამ გამოწვევის, არამედ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ცოდნით, ვთქვათ, რაღაცა უფრო ფრთხილი მიდგომით, უფრო მეტი, ვთქვათ, ინფორმაციით და იმ საშუალებებით, რასაც თქვენ არაჩვეულებრივად ახერხებდა, დიდი მადლობა ამისათვის, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამ
გამაღლება, ეს იქნება ვთქვათ დროული მიმართვიანობა ექიმთან, უფრო მეტი საგანმანათლებლო ვთქვათ საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ამით შევძლოთ რომ იმ რეალურ სამყაროში, იმ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, რომელიც დღეს არსებობს. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, ხომ ის დამარბილებელი საშუალებები. კი ბატონო, სურნელოვანი ყველასთვის ეს არის სასიამოვნოა, ხო? მაგრამ აქ ბევრი ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ უამრავია ეს ქიმიური ნაერთები. აი მე ჩაგეჭრებით ბოდის მოგიხდით ჩემ პრობლემით. აი ქრონიკ ალერგენები ახსენეთ თქვენ და არსებობს ქრონიკული ალერგია სხვადასხვა გამომწვევი მიზეზების. ქრონიკული ალერგია ხშირად არის აი მტვერზე ხოლმე, არის ასევე სეზონური, თუ შეიძლება იყოს ეს სარეცხის საშუალებები და ის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, აი ეს სურნელოვანი სანთლები თუნდაც, აი ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იყოს ქრონიკული ალერგიის მიზეზი, ისე რომ ადამიანი ვერ წხვდება, რომ სახლში ცხოვრობს და ეს ქრონიკული ძალიან მძიმე ალერგიებია, ქრონიკული შემაწუხებელი, შეიძლება ქონდეს აი პირდაპირ სახლში. ეგ ნიშნავს, რომ ქრონიკული არა აქვს და შესაბამისად რაღაცა მოქმედებს მასზე. შემდეგ გადადის უკვე ქრონიკული ალბათ. არის ადამიანები, რომლებმაც უკვე იციან, რომ მათ აქვთ ალერგიული პრობლემა. ეს იქნება დასმული აქვთ ასთმის დიაგნოზი, ალერგიული რინიტის დიაგნოზი იქნება. ეს კანის პრობლემები, ხო? ანუ პირველ რიგში მოდით და ცოტა განუმარტოთ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელს, რომ შეხებით ხდება, ხო? აი აქ ხშირად არის ხოლმე, რომ მე არ მქონია ქიმიურ ნივთიერებასთან ისე ახლო კონტაქტი. ან პირიქით გამოვიდა. როგორ არ მქონია? საპონთან ხო მქონია, როგორც მინიმუმ. აი ეს იქნება საპონი, თქვათ, ეს იქნება სარეცხის საშუალება, არომატიზატორი, ხო? რომელსაც შეიძლება შევეხოთ და ამან გამოიწვიოს მარტივი გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი, შეიძლება გამოიწვიოს უფრო რთულიც და ნახეთ, ხანდახან არის ხოლმე, რომ იმ წუთში მე რეაქცია არ მქონდა. აქ არის ერთი მომენტი, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გამოვლინდეს, იმიტომ რომ ალერგიული კონტაქტური დერმატიტი რომ გამოვლინდეს, ის შეიძლება რამოდენიმე საათის შემდეგ, ასე ვუწოდებთ ხოლმე, რომ დაყოვნებული ტიპის რეაქცია ახასიათებს. დიახ, ეს შეიძლება პირველად დაემართოს ადამიანს გარკვეულ, თქვათ, საშუალებებთან კონტაქტის დროს. იცით, თქვენ კარგად იყო წარმოდგენილი ხო სიუჟეტში, ეს შეიძლება იყოს ქიმია ყველგან არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენთან ერთად, ხო? ეს იქნება საკვები პროდუქტი, სარეცხის საშუალება, დამარბილებელი საშუალებები, არომატიზირება, კბილის პასტა, დიახ. და იცით რა არის? აუცილებლად უნდა ხდებოდეს და ხდება კიდეც, ხო, რეგულაცია. ანუ ის მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც განსაზღვრავენ, რომ რა კომპონენტებისგან შედგება, როგორ თქვათ, ამოვიცნოთ ესენი, ხო? აი თქვენ ფორმალდეჰიდი ბრძანეთ, არის სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც შესაბამისად სხვადასხვა პროდუქტში სხვადასხვა რაოდენობით და ასე რომ თქვათ, სხვადასხვა შემადგენლობით არიან, ხო, წარმოდგენილი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ადამიანები შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად სუნთქვის გაძნელება, ხო? ასევე პირველად განუვითარდეს, რომ აი ესეთი სუნთქვის პრობლემა, რომელიც ყველა გამოიწვიოს, თუ ადამიანს უკვე ასთმა აქვს, ასთმის შეტევაც კი გამოიწვიოს, ხო? მაგრამ არსებობს ასეთი მიდგომა, ასეთი სინდრომის სახითაც, რომ ადამიანზე მოქმედი ეკოლოგიური სხვადასხვა აი ამ გარემო დამაბინძურების მიმართ აი შემწყნარებლობის, ანუ ტოლერანტობის დაქვეითება, ხო? რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასე რომ თქვათ, ქიმიური ფაქტორით იყოს გამოწვეული და ჩვენ რაზეც წეღავ საუბრობდით, ის როდესაც მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და იმუნურ მექანიზმზე და ამის საფუძვლად ადამიანის ორგანიზმი აი ამ ალერგიის მედიატორების გამოყოფით პასუხობს და შეიძლება სხვადასხვა ეს რაც ჩამოთვალეთ კლინიკური სიმპტომი აღწევს, მაგრამ მე ვერ მივხვდი ეს გამიჯვნა როგორ უნდა მოვახერხოთ, ან თუნდაც სარეცხის საშუალება უსუნო და უარაფრო ვიყიდოთ? საპონი თქვათ ყველაზე უბრალოდ ზედმეტი რაღაცების გარეშე. აი მაგალითად, აბა რითი გავრეცხოთ მაშინ სარეცხი? სპეციალური საშუალებებიც, ნახეთ, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მას აქვს აი ეკოლოგიურად სუფთა, თქვათ,
აქვს სპეციალური დერმატოლოგიურად სხვადასხვა დადასტურებული სხვადასხვა კლინიკური კვლევების შედეგად. ჩვენ ასევე, როდესაც არიან ეს ადამიანები და მათ აქვთ ატოპიური დერმატიტი, კანის ალერგოზები გამოვლენილი, ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, ხომ? აი მოვლის საშუალებებს, ყოველდღიური მოვლის საშუალებებს, რომლებიც არ შეიცავს, დიახ, რომლებიც არ შეიცავს პარაბენებს, აი ამ ქიმიურ საშუალებებს, ეს იქნება სულფიტები, ეს იქნება, ვთქვათ, სილიკონით შეიძლება იყოს, სხვადასხვა სალიცილატები, სილიკატები, აი რომლებიც აი ამისგან ფტორისგან თავისუფალი და ასე შემდეგ და ეს აუცილებლად ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს, ანუ ადვილად მათი განადგურება. ხოთიშორის არის ყველაფერი ბაზარზე. აი ჭურჭლის სარეცხის საშუალებები არის რამდენიმე ბრენდის, რაც ყველაზე პოპულარულია, შედარებით დიაფასიანი, მაგრამ აი თეფშს რო იმ რაღაცა ქიმიით რეცხავ, რამდენი საათი უნდა ავლო, ვერ წარმომიდგენია და მე ნელ-ნელა ხო, გამდენ არის წყლის ქვეშ და აი ეხლა უკვე ბაზარზე თუმცა რა თქმა უნდა ფასი სხვა არის, მაგრამ აიც გამოჩნდა იგივე ტანსაცმლის სარეცხის საშუალებები. აი ამ საუბრიდან ერთ შეკითხვა უფრო ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ბიოაწერია. შეიძლება ასეც იყოს, ახლა დავაკვირდი, რომ გარეთ არსებული დაბინძურება სავით, ანუ შეიძლება ზუსტად ასეთივე საშიში იყოს სახლის შიდა, ხო? ანუ ჩვენ ესე კი ვამბობთ, რომ აი გარეთ ცუდი ჰაერია და მაგრამ სახლში შეიძლება ისეთი დაგემართოს, აი ეს რამდენად შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს, რა შეიძლება ასეთივე საშიში იყოს, ხო? დიახ, აი ძალიან კარგი შედარება მოახდინეთ, იმიტომ რომ გარეთ არსებობს კვლევებიც, ხო? როდესაც აი ეხლა პოლინოზის პერიოდია, გაზაფხულის თქვათ სეზონი დაიწყო და აი ეს მცენარეული მტვრის მარცვალი, როდესაც პიკს აღწევს და გარკვეულ ადამიანებს მის მიმართ უვითარდებათ ეს ჰიპერმგრძნობელობა, ამანაც შეიძლება ზოგ შემთხვევაში და პლუს პარალელურად ვირუსული ინფექციებიც არსებობს, ხო? შეიძლება მოახდინოს, რომ ამისი თქვათ პროვოცირებაც. ასევე გარემო ფაქტორებზე, როდესაც საუბრობთ, ის თვითონ ეს პოლუტანტებს, ანუ ჰაერის დაბინძურებლების როლშიც გვევლინებიან ეს მცენარეული მტვრის მარცვლები. ხოლო ჰაერში, სახლის პირობებში არის ობისოკოები, ოთახის მტვრის ტკიპები, ეს ალერგენებს რაც შეეხება, ასევე სარეცხის საშუალებები, სხვადასხვა ქიმიის გამოყენების შედეგად ეს იქნება, რაზეც წეღავს საუბრობდით, ასევე საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შედის, ხო? ეს ქიმიური საშუალებები, ყოველდღიური განსაკუთრებით მანდილოსნები, ხო? რომლებიც 7-10 სახეობის შეიძლება ქიმიური საშუალება იყოს, ხო? გამოყენებული საცხის და ასე შემდეგ. ამის სახით, რომლებიც გავლენას ახდენენ, რა თქმა უნდა, აი ამ ჰაერის დაბინძურებაზე და აქ თუ დახვდება ადამიანის ორგანიზმი, რომელიც არის ატოპიურად ალერგიულად განწყობილი, თუ აქვს მაგალითად გარკვეულ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება, ეს იქნება ბავშვები თუ შესაბამისად პოპულაცია და კიდევ ასევე მნიშვნელოვანია თუ რომელი კომპონენტები მოქმედებს და რა არის ეს კომპონენტი, ხო? ამიტომ ამ მიმართულებით, აი ამ კვლევების განხორციელებას, ამაში რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები მიმდინარეობს ძალიან ფუნდამენტური საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევები და სწორედ აი ამ პრობლემების უფრო გამოსააშკარავებლად და სწორედ აი ამის ძალიან დიდი პრობლემაა და სწორედ ამის გასამკლავებლად ჩვენ ასეთი კვლევები გვჭირდება და მათი შედეგებიც, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია დღევანდელი ცივილიზაცია, დღევანდელი კაცობრიობა ამ გამოწვევების გარეშე. კვლევები ახსენეთ და სხვა შორის NASA-ს ერთ-ერთი კვლევის თანახმად ოთახის მცენარეებს და ჩამონათვალი იყო, ეს იყო ალოე, ეს იყო დრაცენა, კიდევ იყო ერთი საკმაოდ ცეთი რთული სახელწოდება სანსევიერია და სპატიფიუმი. აი სხვა შორის მათ ესე იგი გამოავლინეს ისეთი მოქმედების მექანიზმი, რომ ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა 60%-ით მცირდებოდა. ანუ სახში თუ გაქვს ალოე, აი ეს მცენარეები თუ გაქვს და უშუალოდ ესე იგი აი ამ კვლევის თანახმად ეს დაგროვილი ტოქსინების 60%-მდე დაქვეითება ხდება და დავიცი ერთი მხრივ, როდესაც ახლა ალერგოლოგთან ერთად ვსაუბრობთ მცენარეზე, ვისაც აქვს ალერგია, როგორ მოვუწოდოთ, რომ ფაქტობრივად ძალიან გაამწვანონ ეს სახლი და მცენარეები დახუნძლონ, მაგრამ მეორე მხრივ ამ კვლევას თუ დავუჯერებთ და ასე ვთქვათ, გავითვალისწინებთ, არის ჩამონათვალი აი ამ სპეციფიკური მცენარეებისა. ძალიან საინტერესოა და მე ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებსაც, რომ ოთახში არსებული
არსებული მცენარეები არ წარმოადგენენ პოლინოზის, ანუ გაზაფხულზე არსებული მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ გრძნობიერი ადამიანებისთვის, რაც პრობლემას წარმოადგენს, ოთახის მცენარეებს ეს არ გამწვანები. აქ არის სხვა რისკი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თუ აი ეს მცენარეების ოთახში არსებული მცენარეები შეიძლება გახდეს მტვრის რეზერვუარი და ნიადაგში არ იყოს სოკოები. ამიტომ ეს რისკები უნდა ამიტომ ხშირად იმასაც მეუბნებით ხოლმე, რომ როდესაც აი წიწვნარში, ნაძვნარში ხო, ესენი ხო ბიოლოგიური ფილტრები არიან. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ და სწორი რეკომენდაცია უნდა გავცეთ. ხშირად უნდა თავანიავოთ სახლი და შემოუშვათ სუფთა ჰაერი მეტნაკლებად. ძალიან დიდი მადლობა, სარეკლამო ჭრის დროა ჩვენს ეთერში.